მე ძალიან გახალერვილა, რომ პოპულარული ვარ. მიყვარს მიქაუტაძე და საქართველოს ნაკრები. უყვარს მიქაუტაძე და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელი. მე კვარაცხელიას მაისური მაცვია. ზურგზე რა გაწერია? კვარაცხელია. ყველა ოცნება დღეს ფეხბურთს უკავშირდება. მინდა ახლოს გავცო საქართველოს ნაკრები. გიორგი ძიგავა 11 წლის დიაგნოზით ბავშვთა აუტიზმი. ფეხბურთზე სიარული დაიწყო თუ არა, თქვა, რომ აღარ მინდა პროგრამისტობა, მინდა გავხდე ფეხბურთელი. გიორგი ძიგავას დღეს საქართველო იცნობს. მატჩის დაწყებამდე ქართულ ფეხბურთელებთან გატარებული დრო მისი საუკეთესო მოგონება, რომელიც სტადიონიდან დაბრუნებულმა პირველი დედას გაუზიარა. ძალიან ნერვიულობდი, ამიტომ უფრო შემცივდა. და მიქაუტაძემ რომ თავისი ქურთუკი ჩამასვა, კიდე მციოდა, ანუ მკითხა, კიდე ქცივა, მე კვარაცხელიამ და ადგა და თავისი ხალათი ჩამასვა. ანუ ხალათად აღიქვა კვარაცხელიას უფრო დიდი ზომის ეს მოსაცმელი, დედის გარეშე, უცხო ხალხთან, უცხო გარემოში 47,000 მაყურებელი იყო იმ დღეს დინამოზე და ეს გარშემო სულ ესეთ სასტვენებით, შეძახილებით თამაშის გახსნა მისთვის ძალიან ემოციური იყო. ანუ ძალიან მეშინოდა რამდენად გაართმევდა თავს, მაგრამ თავი კარგად გაართვა და ძალიან ვამაყობ. სტადიონზე 10,000-ობით მაყურებელი იყო. მთავარი გულშემატკივარი კი გიორგის ეკრანთან ელოდა. ამ ყველაფერს მამაც უყურებდა ონლაინ რეჟიმში. იგი ძალიან ჩართულია გიორგის ამ დიაგნოზში, ძალიან მხარს უჭერს და ამაყობს მისი შესაძლებლობით, მასაც სურდა ოდესღაც გიორგი გამხდარიყო ფეხბურთელი. ფიქრობ, მამიკოს სურვილი და ოცნება გიორგიმ გაამართლა. პატარა ფეხბურთელის სპორტის მიმართ სიყვარული კი ამ სივრციდან იწყება. ადგილიდან, სადაც შაბათ-კვირას მეგობრებს ხვდება და ვარჯიშობს მწვრთნელთან ერთად, რომელიც მასთან იყო მაშინაც, როცა სტადიონზე გადიოდა. ძალიან ემოციურები იყვნენ, ბიჭები გამოვიდნენ ჩვენი ნაკრებზე, ხელი ხელზე დაარტყეს ბავშვებს რაღაცა და აი ესე ხტუნავდნენ. მე თვითონ შვილი არ ამყავს, მაგრამ აი წარმომიდგენია ეხლა ჩემი შვილი რო იყოს, როგორი ბედნიერი ვიქნებოდი და მეც გამომიცდია ეგ ბავშვობაში ადრინდელ საქართველოს ნაკრებზე. მე ადრე თამაშობდნენ სომხეთის ნაკრებთან იყო სხვა შორის 7-0 რომ მოუგეთ და მაშინ ვიყავი მაგათთან ერთად. კინკლაძესთან და არველაძეებთან და ასე შემდეგ, კეცბაიასთან ერთად. ამ სივრცეში ბავშვთა საფეხბურთო კლუბი ვარჯიშობს. ბურთით ერთმანეთს ეჯიბრებიან და აქედან გასულებით ელოდებიან გაკვეთილს, რომ ერთმანეთი ისევ აქ, ისევ ბურთით ნახოთ. ჩვენი კლუბი არის ბავშვთა საფეხბურთო კლუბი. უმეტესად ჩვენთან არიან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები. ძირითადი აქტივობები არის გართობითი ხასიათის აქტივობები ბურთთან ერთად. გიოს აი მაგალითად შობლისგან ვიცი რომ შაბათ-კვირა რო დგება, ბავშვი კითხულობს რომ აი წავიდეთ ფეხბურთზე. ეგ უკვე მაგარი რაღაცაა ჩვენთვის, იმიტომ რომ ამ ბავშვს უკვე ჩაბეჭდილი აქვს რომ აი ფეხბურთზე, აი სადღაც უნდა წავიდეს ის ადგილას, სადაც სიამოვნებს. ჩემთვის თავარი ისაა რომ ამ ბავშვებს აქ სიამოვნებს მოსვლა. ჩვენ ძალიან გვინდა რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მოვიდნენ ამ ბავშვებთან სტუმრად, გაახარონ. მათთვის კიდე საჩუქრები გვაქვს უეჭველი რა, შენახულია საჩუქრები რო იცოდნენ. სამი, ორი, ორი, ერთი, შვიდი, რვა, ცხრა, 10. გიორგი ძიგავას ინტერესი ფეხბურთის გარდა არის მათემატიკა, ის რასაც სპორტის მიღმა დიდ დროს უთმობს. კარგად სწავლობს, წერა-კითხვა, დამოუკიდებლად ისწავლა 3 წლის ასაკში ქართულად და ინგლისურად. კარგი მათემატიკური უნარები აქვს, ასევე IT მიმართულება. შვილის დიაგნოზის დასმიდან კი დაიწყო ოჯახის ახალი ცხოვრება ახალი გამოწვევებით. ვცდილობთ მშობლები ერთმანეთს გაუზიაროთ ეს თუ სად არის უფასოდ, მაგალითად ხატვის წრე, რაღაც ბავშვი არ მიიღეს. ამ უფასოს იმიტომ უსმევ ხას, სადაც თანხას ვიხდით, არა ბიუჯეტის მხრივ არის პრეტენზია ტიპური განვითარების ბავშვების მშობლებისგან, რომ აი მთელი გაკვეთილი იხმაურა შენმა შვილმა და არ დააცადა ჩემს შვილს მაგალითად გაკვეთილის მოსმენა. ამიტომ ვცდილობთ ხოლმე ისეთი გარემო შევთავაზოთ ჩვენ შვილებს, რომ იყოს მსგავსი დიაგნოზის მქონე ბავშვები. ვცდილობთ ხოლმე რომ ჩართული იყოს ბავშვი, მაგრამ სად არის ეს წრეები?
სიღრმისეულათაც ამიხსნია ტრანსპორტში ძირითადად, მაგრამ არ სულ დაიჯერო, ამბობს ხოლმე რა ზოგი გატოტოცებული ბავშვი, ახლა შენ თავს, აი უყურე ხა შენ ამართლებ ამას და აი შენი გამართლების შედეგათაც, ან ბევრჯერ შოვაწყობაც მიუყენებიათ ხოლმე. ჯანდაცვის კუთხითაც, ასე ვთქვათ, არ არის სახარბიელო მდგომარეობა. გიორგის ჰქონდა ორი შემთხვევა, აღმოჩნდეს სასწრაფოთი, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი შშმ სტატუსით, მაგრამ ორმაგი გადავიხადეთ, იმიტომ ორჯერ მოგვიწია გადაღება, სადაც ვიტყვი, რომ გიორგის აქვს სტატუსი, შშმ სტატუსი, აუტიზმის დიაგნოზი, აი არსად არის რეაგირებაც არ არის. მალე მამიკო შემოგვიერთდება, ველოდებით უკვე და ყველაფერს ვაკეთებთ ერთად. უფალი ყოველთვის ჩვენ გვერდზეა. ანუ გიორგი არის გაჩენილი საკის წმინდა გიორგის, ასე ვთქვათ, მოლოცვის შემდეგ. დიდება და მადლობა ღმერთს გიორგისთვის, გიორგის დიაგნოზისთვისაც, რამაც კიდევ უფრო დამაახლოვა უფალთან და ყველაფერი წყალობა და პრობლემაც რაც მოდის, ყველაფერი არის დაძლებადი, ანუ ყველაფერი კარგად იქნება. აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოზარდებს სახელმწიფო 18 წლამდე სთავაზობს სერვისებს. 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის კი აღარ არსებობს პროგრამები, რომლებიც მათ განვითარებაზე იქნება მორგებული. სწორედ ასე გაჩნდა იდეა შექმნილი იყო სივრცე, სადაც ყველა მათგანი საკუთარ უნარებს განავითარებს. ცენტრს ვაშენებთ ჩვენ მშობლების მიერ დაარსებული ფონდი, რომლებიც აი ეს ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვებით ძალიან რთულ გზას, მაგრამ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ჩვენი შვილების მომავლისთვის. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ეს არის შემოწირულობების ხარჯზე აშენებული, იქნება ეს ქართული ბიზნეს კომპანიები, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ, თუ იქნება ეს რიგითი მოქალაქეების. თვითონ ეს ტერიტორია 2 ჰექტარი ქალაქ თბილისის მერიამ გადმოგცა ჩვენ, მივედით იქამდე, რომ ჩვენი კომპლექსის, რომელიც ძალიან დიდია და ბევრ სხვადასხვა ფუნქციურ ნაგებობას მოიცავს, აი კოტეჯების ნაწილში მე-6 ბოლო კოტეჯი შენდება. იმედი გვაქვს, რომ აი ამ კოტეჯის დასრულებას მოუსწრებს უკვე პროგრამა, რომელიც აუცილებელი არის დაფინანსდეს მოზარდი და დასრული აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის გულისხმობ 18+ ასაკს. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, ჩვენ 2 აპრილისთვის ფიქრობთ სოციალური კამპანიის დაწყებას, სადაც გვინდა რომ მთელი ჩვენი მოსახლეობა ჩაერთოს და ვფიქრობ აი მცირე შენატანითაც კი უდიდეს საქმეს გაუკეთებს თითოეული მოქალაქე ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან გულკეთილ, გულწრფელ, თბილ კარგ ადამიანებს და მათ ოჯახებს და დაეხმარება მათ მომავლის შექმნაში. მივცეთ ახლა მათ გქონდეთ შანსი გქონდეთ მომავალი, იმიტომ რომ ჩვენი ერთხელ შეიძლება ისინი დაგვეხმარონ ჩვენ. გვინდა მივცეთ საშუალება ამ პირებს მაქსიმალურად მოსინჯონ თავიანთი შესაძლებლობები. ეს იქნება, ვთქვათ, კომპიუტერული ტექნიკის ათვისება, კომპიუტერული პროგრამების ათვისება და მათზე მუშაობა. სამომავლოდ გვინდა რომ გამომცემლობაც გავაკეთოთ, გვინდა სასათბურე მეურნეობების გაკეთება. ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება დასაქმდეს ზოგიერთი მათგანიც. ჩვენს მიერ დასწავლილი უნარების, ასე ვთქვათ, მოხმარება რომ შეძლონ ამ პირებმა, ჩვენ დავეხმარებით გარკვეული დასაქმების ადგილებში მათ ვთქვათ, მიმღებლობის გაზრდაში თანამშრომლების მხრიდან, იმიტომ რომ დახმარება სჭირდება არა მხოლოდ დაბალ ფუნქციურ აუტიზმის მქონე პირებს, არამედ ძალიან მაღალ ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე პირებსაც, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის ყოფითი სირთულეები აქვს, მათ შორის ურთიერთობების, სამსახურის შენარჩუნების, ვთქვათ, ოჯახების შექმნისა და ახლობლებთან ურთიერთობის. ანუ ჩვენ შევეცდებით, რომ მომსახურებები გავწიოთ როგორც აქ, ასევე ყველა იმ სივრცეში, სადაც ამას მოითხოვს მათი საჭიროება. სრულდება მე-6 კოტეჯის მშენებლობა. ახლა დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფო დაფინანსებისა და კეთილი ადამიანების მხარდაჭერის იმედად არიან, რომ შეიქმნება სივრცე, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ფერად ქალაქად იქცევა.